მშვიდობის და მაესტროს ეთერში ток-შოუ პრესის დრო დადგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომდევნო 1 საათის მანძილზე თქვენ ვერ ნახავთ და ვერ მოისმენთ ერთ აზრზე მდგომ ადამიანებს და მათ ერთნაირ შეხედულებებს. ფაშასე პრესის დღევანდელი სტუმარია მომღერალი მაია დარსმელიძე, რომელიც ახალი 2005 წლის მოსვლას ახალი ზედმეტსახელით შეხვდა. ეს არის ზედმეტსახელი მაო, საღამო მშვიდობისა. ზედმეტსახელი არა, უფრო ფსევდონიმია ალბათ მაიას. ფსევდონიმიც და ზედმეტსახელიც, იმიტომ რომ მეგობრები მეძახდნენ. მოკლედ კიდევ ერთხელ საღამო მშვიდობისა, დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის. მივესალმები ასევე ჩვენს პრეს გუნდს, რომელიც ტრადიციულად ჟურნალისტებითაა დაკომპლექტებული საღამო მშვიდობისა. თქვენს დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისათვის, ასე რომ თქვენზეა დამოკიდებული თუ რამდენად საინტერესო იქნება ჩვენი დღევანდელი დიალოგი და ალბათ დავიწყოთ, ხო? უკვე შეიძლება. ოღონდ დავიწყოთ მას შემდეგ, რაც ნახავთ მაიას მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს რუბრიკაში დოს. მაია დარსმელიძე დაიბადა ქალაქ თბილისში 1972 წლის 8 მარტს. დაამთავრა 43 რუსული საშუალო სკოლა. დაწყებითი მუსიკალური განათლება მიღებული აქვს პირველ მუსიკალურ სკოლაში. უკრავდა ფორტეპიანოზე და განსაკუთრებით კარგად ითვისებდა სოლფეჯიოს. ბავშვობიდან მისი საყვარელი მომღერალი და კერპია ჯენის ჯოპლინი. 13 წლის ასაკში იყო გოგონათა ვოკალურ ანსამბლ მაისის სოლისტი. 15 წლიდან მღეროდა კაკო ვაშალომიძის როკ ჯგუფში მონოგრამა. 1987 წელს რუსთავში გამართულ როკ ფესტივალზე გახდა პირველი ადგილის მფლობელი. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. პარალელურად სწავლობდა ქალაქის მეორე სამუსიკო სასწავლებელში ჯაზის ფაკულტეტზე. 1991 წელს მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ ფესტივალ იალტა 91-ში, სადაც დაიმსახურა დიპლომატის წოდება. ამავე წელს სცადა ძალები ერევანში გამართულ ფესტივალზე სახელწოდებით რევანში. 1992-93 წლებში ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში მოახერხა 2 სოლო კონცერტის გამართვა. 1993 წელს უკვე საქართველოში მოწყობილი ფესტივალის პრესტიჟ შოუს გრან-პრის მფლობელი გახდა. 1994 წელს მონაწილეობდა საერთაშორისო ფესტივალში სტუპენგ პარნასუ, სადაც აიღო მე-6 ადგილი. ფესტივალზე გოლას აზიის ჟიურიმ გადასცა პრიზი თვითგამოხატვისთვის. 1996 წლიდან წელიწადნახევრის მანძილზე ცხოვრობდა მოსკოვში და მუშაობდა სხვადასხვა მუსიკალურ კლუბებში. გარკვეული პერიოდის მანძილზე აქტიურად თანამშრომლობდა ჯგუფთან ვაკის პარკი. 2002 წლიდან ითვლებოდა კომპანია არტიმედის წევრად. ამჟამად სტუდია არტპრომში ამთავრებს მუშაობას ალბომზე. სულ რამდენიმე თვეა, რაც შოუ-ბიზნეს არენაზე საკუთარი თავი წარადგინა ფსევდონიმით მაო. ცხოვრობს საყვარელ მეუღლესთან, სტეფანესთან და ასევე საყვარელ 4 ფეხა მეგობართან ერთად. ძალიან მოკლედ, სწორედ ასე გამოიყურება მაია დარსმელიძის მაოს შემოქმედებითი ბიოგრაფია და ახლა დავიწყოთ ალბათ საუბარი და ლალიფაცია დასვენს პირველ შეკითხვას. მოგესალმები. მაო, არ ვიცი, ცოტა მიჭირს მაია, არ არის პრობლემა. მაიკო. ლალიფაცია ჟურნალი თბილისელები. ძალიან მიყვარხარ, არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ, ასევე შესანიშნავი მონაცემების მუსიკოსი, მომღერალი. გულიწდება ძალიან, რომ აი ეს მონაცემები, რომელიც ჩვენ გაქვს, არ არის პრაქტიკულად რეალიზებული. სერიოზულად გეუბნები ამას, ყოველგვარი პირფერობის გარეშე. გაახლა, კარგი და წადილალი. რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი, რა ვიცი, როგორ თქვა. სახანადო რეიტინგი არ გაქვს, ნუ ვერ ხარ რეიტინგი კოლეგებმა იციან ჩემი შესაძლებლობები, ჩემი მონაცემები. ყველამ ვიცით წარმოიდგინე. ყველამ, მაგრამ სამწუხაროდ თბილისი ძალიან ტენდენციური ქალაქია და არ ვიცი, პაპსა უფრო უყვართ. სამწუხაროდ. მე არ შემიძლია, მე ვერ გადავდგავ იმ ნაბიჯს და ვერ წავალ ამ კომპრომისზე, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის უდიდესი მსხვერპლი. აი კომპრომისი, ანუ რა უნდა გააკეთო? უნდა ვიმღერო აი ესეთი რაღაცა, აი როგორც იყო შობა უშენოთ, როგორც ეხა რომ ნახე ძალიან არ შემიძლია რა, არ მომწონს. ესეთი რაღაცა უნდა გამეკეთებინა. არ მინდა და მირჩევნია ჩემთვის წყნარად შვიდად მუშაობდე ალბომზე, რომელიც გამოვა და მე ალბათ მექნება ჩემი შესაძლებლობების აი რეალიზება თუ რა არ ვიცი როგორ. თუმცა მაია ეს სიმღერა შობა უშენოთ ალბათ ყველაზე ნაკლებად კომერციული იყო იმ პროექტში. ხო, მაგრამ მიუხედავად იმისა, ჩემთვის ეს იყო ეგ პოპი არ არის პრინციპში ეგ სიმღერა, მაგრამ ჩემთვის იყო აი პაპსაზე უარესი, იმიტომ რომ
ძალით ჩავწერე ეს სიმღერა ასე ვთქვათ. და ეს ერთადერთია რასაც ვიმუშაო ალბომზეო, მაგრამ მე მეჩვენება რომ მაინც გვიან მოხდა ალბომზე მუშაობა, იმიტომ რომ შენ არ გაქვს პრაქტიკულად ხო, როგორც ვიცი გამოცებული ალბომი და აი ამის მიზეზი რა არის? ამის მიზეზი ზუსტად საკმაოდ სერიოზული 10 წლიანი ბიოგრაფია გაქვს ხო? უკვე გამოჩდი, კარიერა დაიწყე და ალბომი არ გაქვს. აი არ გიფიქრია ამაზე თავის დროზე? მიფიქრია უბრალოდ, ეთყობა დაინტერესება არ ყოფილა ჩემი მიმდინარეობის, მე როკი მიყვარს და რატომ როკი? იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ყველაზე მართალი მუსიკა, ყველაზე ისეთი მუსიკა, რომელიც გაძლევს საშუალებას გამოთქვა ყველაფერი ის, რაც გიდევს აი აქ. აქ არ ესმით როკი? სამწუხაროდ. მაგრამ იმედი მაქვს რომ აი ჩემი ალბომით, რასაც ნამდვილი როკი ქვია და არა ფსევდო, ძალიან მოდური გახდა ეს სიტყვა როკი. საქართველოში მე ძალიან ბევრს მუშაობ იმისთვის რომ ნამდვილი როკმენობა და ნამდვილი როკი რა არის ბევრ იმ მომღერალს ვაჩვენო რომელიც იბრალებს როკმენობას ასე ვთქვათ. უნდა შეძლო. შეიძლება აუცილებლად. დიდი მადლობა ლალი შემდეგი კითხვა. საღამოშტოების რადიო პორტონოპლიუსი მუსიკალური წამყვანი გიგო. აგერ აღნიშნეთ რომ თქვენ მუშაობთ ალბომზე, უბრალოდ დაამთავრეთ ხო ალბომზე მუშაობთ. თითქმის 2 სიმღერა დამჭა. და მე მაინტერესებს აი თქვენი ალბომი რამდენად კომერციული იქნება, ანუ რამდენად იქნება მომხმარებლისაგან დიდი მოთხოვნილება თქვენს ალბომს. განყიდვად კი. თბილისელების გემოვნებიდან გამომდინარე არანაირად არ იქნება კომერციული და ძალიან მიხარია რომ ესე იქნება, იმიტომ და რატო? მე მომწონს ეს. და მე არ დავეძებ. და აბა თქვენთვის უშვებთ მარტო ამ ალბომს? მარტო აღიარება, ბატონო? თქვენთვის უშვებთ მარტო ამ ალბომს? არა, ჩემთვის არ უშვებ, ეს იქნება ძალიან ისეთი აუდიტორიისთვის. ალბათ შეზღუდული რაოდენობა. და მაინტერესებს თვითონ თქვენი მსმენელი, აი აუდიტორია რამდენია? არა, არის ხალხი, ვისაც მოსწონს. ანუ შეგიძლიათ ვთქვათ, რომ თქვენ თამამად ჩაატაროთ. რა თქმა უნდა, სოლო კონცერტს და ანშლაგით ჩაეთ. რა თქმა უნდა, კი. ეხა სათანადო ალბათ პიარი იქნება საჭირო. ყოველ შემთხვევაში ზუსტად ვიცი, რომ ჩემს სოლო კონცერტზე ძალიან ბევრი მუსიკოსი მოვა. პირველ რიგში, რაც მე უფრო მაინტერესებს, იმიტომ რომ მას არის დაავადებული. აბსოლუტი. კი, სამწუხაროდ. ძალიან კარგი. კიდევ ერთი შეკითხვა მექნება. მე ვიცი, რომ თქვენ იყავით არტიმეჩში. რა გააკეთეთ არტიმეჩში? არაფერი. და აბა რისთვის იყავით? იმისთვის, რომ გამეკეთებინა. და რატომ არ თქვენ არ მოგცეს ამის შესაძლებლობები თუ? ანუ აი ყველა ჩემი პასუხი ზუსტად ისეთი იქნება, როგორც დავიწყე და ყველა პრობლემა იქნება დაკავშირებული იმასთან, რომ მე მღერი ვარ, როკს მღერი და მაგრამ მე ვიცი, რომ თქვენგან უნდა დაეყენებინათ ისეთი როკ ძალიან უნდათ. არტიმეჩში მიმიყვანა ქალბატონმა მარინა ბერიძემ, რომელსაც ძალიან მოსწონს საერთოდ ნამდვილი მუსიკა და ძალიან ისეთი გემოვნების ადამიანია. ის აპირებდა ძალიან სერიოზული პროექტის გაკეთებას. სამწუხაროდ მე ქალბატონი მარინა დაითხოვეს არტიმეჯიდან, ან წამოვიდა, ეგ უკვე წვრილმანები აღარ ვიცი და ჩემი პროექტი შემოიფარგლა 2 სიმღერით. არა, 1 ჩაწერეთ არტიმეჯში ყოფნის დროს სიმღერები. 2 სიმღერა კი. 2 სიმღერა. მე როგორც მახსოვს, მაია სულ 6 თვე იყავი შენ არტიმეჯში და საკმაოდ მცირე დრო იყო, ხო, იმ დიდი პროექტის არა, არტიმეჯში არა, მე ვიყავი 1 წელი ზუსტად. წელიწად. და კიდევ ერთი შეკითხვა მექნებათ. მე როგორც ვიცი, თქვენ მოსკოვშიც მოღვაწეობდით გარკვეული პერიოდი, ხო? კი. და ვერც იქ ვერ დაემკვიდრეთ რაღაც ადგილი. ვერც არა, იმიტომ რომ მთელი მომღერლები მოსკოვში, აი ეგრეთ წოდებული ვარსკვლავები არიან ჩემი მეგობრები. ძალიან დიდი შანსები მქონდა. უბრალოდ მოსკოვშიც იგივე მომენტია, უნდა იმღერო მუსიპუსი ან რაღაცა ამდაგვარი და რუსულენოვანი როკი. ანუ თქვენ თქვით რომ როკი საერთოდ არც ერთ ქვეყანაში არ არის როკზე მოთხოვნა, თუ როგორ არის? კაი, საქართველოში ვიცით რომ მომწონს DDT რუსებიდან, მომწონს ზენფირა სიტყვაზე. ხა მარალინი კოდექს და ასე შემდეგ, მაგრამ მე რომ ვიმღერო როკი რუსულად, ეს გამოვა რაღაცა ირინა ალეგროვას პაროდია. ჩემი აზრია, იმიტომ რომ როკს არ უხდება. არც ქართული, არც რუსული. და თქვენ ვინ გიწერთ საერთოდ სიმღერებს? სტეფანე მიწერს, მყავს მეგობრები ძალიან ნიჭიერი კომპოზიტორები, მე თვითონაც წერ. და არა, რა მაინტერესებს, იქნებ მოგეწევნათ ისეთი კომპოზიტორი, რომელიც დაგიწერდათ ისეთ სიმღერას, რომელიც თქვენთან იქნებოდა უფრო ახლოს და
შესაბამისად შეიძლებოდა ანუ მე რის თქმა მინდა თქვენ რა სიმღერებსაც მღერით აი საერთოდ ასე მგონია რომ თქვენთან არ არის ეს სიმღერები ახლოს უფრო მეტი შესაძლებლობა გეცემათ ანუ მაშინ დამიკონკრეტეთ რომ სიმღერაზე აი თუნდაც აი ახლა მე ზუსტად არ ვიცი თქვენი სიმღერა წეგან წამოსვლისას მოусმინე რამოდენიმე სანამ აქ მოვიდოდი და არა უბრალოდ ვერ მოусმინე იმიტომ რომ თქვენი ვოკალური შესაძლებლობებიდან გამომდინარე თქვენ უფრო მეტის გაკეთება შეგიძლიათ კი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ კი, ვიცი, რომ მთელი პიანინო მაქვს დიაპაზონი, მეც ვიცი და ჩემმა კოლეგებმაც იციან ეს იმას. და ხომ არ ზარმაცობთ? ბატონო? ზარმაცი ხომ არ ხართ? არა, არანაირად. უბრალოდ, ძალიან რთულია თბილისში თქვა შენი სიტყვა ისე, რომ მიიღონ, არ მოსწონს და ეხლა რა მირჩევნია ჩემს. ძალა. მაი ეს ხო არ მიგაჩნია ამის მიზეზად რომ და თავიდანვე შენ რაღაცნაირად აკომპლექსებ შენ თავს რომ არ მიიღებენ შენ გააკეთე და მეკნებ მიიღონ სიმართლე გითხრათ მე არც მაინტერესებს იმდენად არ მომწონს ის რაც ხდება დღევანდელ შოუ ბიზნესში რომ არც ვერევი ჩემთვის აი ესე შეიძლება ითქვას რომ საექსპორტო რაღაცასაც ვამზადებ შეიძლება არ მინდა წინასწარ ბევრი რაღაცის თქმა გასაგებია ნანა არჩაძე დასწრებს შემდეგ შეკითხვას ხო რაღაც ისე გამოვიდა რომ რიგის მიყოლებით სო. გამარჯობა მაია, ნანა არჩაძე ჟურნალი ელიტარული ქრონიკა. მართლაც შენს გემოვნებას და პირადად შენ პატივს გცემ, მაგრამ მაქვს ასეთი კითხვა. პირველი ხა ამ საუბრიდან გამომდინარე, დამბადა ეს პრინციპის ამბავია, რომ მე არ ჩავწერ სხვა რამეს თუ მაინც ხო შეიძლება ცოტა ისეთი როკი ახლა არ ვამბობ პაპსა ძალიან მარტივი რაღაც ჩაწერო მაგრამ თუნდაც სუბუქი როკი გააკეთო ისეთი რაც შეიძლება მასებს იგივე ზენფირა მე არ ვთვლი რომ ეს არის მხოლოდ ან დედეტე რომელიც მე ძალიან მომწონს ზენფირაც და დედეტეც უბრალოდ მე რომ ვცადო ამ სტილში მე გამოვალ ალეგროვას კარიკატურა მე მომწონს ძალიან ზენფირაც დედეტეც მორალური კოდექსიც ვცდილობ რო ქართულად თქვა მაგრამ ძალიან ბევრი კიდე ვიღაცები არ მახსენდება. ნიკოლაი ნასკოვი მომწონს ძალიან, მაგრამ მე ეს რო ვცადო რუსულად არ იქნება მარაზმი. არა, რუსულად არ ვაბ, მე ვამბობ სტილს. ქართულად უბრალოდ გააკეთო ისეთი რამ, რაც თქვა შეიძლება გაიყიდო, შეიძლება მოიწონდოს მასას. რატო არა გაქვს ამის სურვილი? აი ჩემს როგორ უნდა მქონდეს ამის სურვილი, როდესაც გაქვს ამის საშუალება, მე ამას შესაძლებელი. არა მაქვს სურვილი ელემენტარულად, იმიტომ რომ კომირები მყავს ისეთი, რომ მე ჩემთავს ვერ მივცემ უფლებას. მე გავიზარდე ჯენის ჯოპლინის როლინგების მუსიკაზე, ზეპელინებს, აი არ ვიცი, ისეთ რაღაცებს უსმენ, რომ მე ჩემთავს უღალატებ, ანუ შობაუშენოთ არ არის პაპსა, არც პოპი, ხო? მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც მე გუანოეპსი მომწონს, ძიმე მომწონს ძალიან და ეხა შობაუშენოთ ძალიან პოპსა, ხვდები? ანუ ეგ არის რაღაცა შენიღბული მაია იქნება და მირჩევნია არ ჩანდე და ვაკეთო ის რაც მე მომწონს. მაია გასაგებია შენი როკისადმი ესეთი სიყვარული, სწრაფვა, ყველაფერი, მაგრამ მე მაგონდება გამახსენდა 90-იანი წლების 94-15 წელი იყო, ვიყავი ქობულეთში ვისვენებდი და ქობულეთში გქონდა ესეთი კონცერტი. კონცერტი, ნუ რა, ჩავთვალთ ისეთი პერიოდი იყო, მაშინ დიდი კონცერტები არც ტარდებოდა, ძალიან იშვიათი იყო ასეთი რამ. სანაპიროზე იყო კონცერტი. მე ვერ ვიტყვი, რომ მე იქ მოვუსმინე, უბრალოდ შემთხვევით აღმოჩნდი იმ სიტუაციაში, მე ვერ ვიტყვი, რომ იქ იყო მხოლოდ როკი. ანუ შენ მღეროდი ისეთ სიმღერებს, რაც აბსოლუტურად არ იყო როკთან ახლო. შეიძლება ოდნავ მაინც იყო ახლოს, მაგრამ ნუ მე გეუბნები რას. ანუ იქ იყო დისკოტეკური სიტუაციაც, ხო, მე ეს გამახსენდა და მე ვფიქრობ, რომ ამ შეიძლება, ანუ შენ აკეთებდი ამას, არა მარტო როკს, ანუ აკეთებდა ბევრი სხვა რამეს. მე რას ვაკეთებდი, ახლა გეტყვი, კაი შეკითხვაა, იმიტომ რომ სულ მინდოდა ამის თქმა. ეს იყო კიდე ერთი პერიოდი, შოუ არ არსებობდა მაშინ საქართველოში და აი ახლა ვისარგებლებ ბალეტიც. ხო და მე ვიყავი პირველი, ვინც ის ლენტა ჩაჭრა, ანუ გამოვიყვანე მოცეკვავეები და მეც მათთან ერთად ცეკვავდი, ის იყო შოუს პერიოდი. მაგრამ იქ არც რო იქ ანუ უფრო რითმიანი როკი არის ჯაზ როკი. ეგეთი სტილის მუსიკა სრულდება. ანუ ხო მღეროდი და ეს ხალხს მოსწონდა, მე მახსოვს ის მაყურებს მსმენელები, ვინც ცეკვავდნენ, ძალიან ხალისობდნენ, ანუ
აკეთებდი იმას, რაც ხალხს მოსწონს, მასას მოსწონს. ანუ ეს არის თან მაშინ თინეიჯერი ვიყავი შედარებით, უფრო ისეთი პატარა ვიყავი და ბოლომდე ესეთი იმ როკის ერთგული ბოლომდე არ იყავი, ანუ მაშინ არ იყავი ისეთი. ყოველთვის უბრალოდ მე მინდოდა თბილისში რაღაცა ახალი, ანუ გახსოვთ ყველას ის პერიოდი, როდესაც მოტვლებილთავიანი კაცები, ბანტიანი გიტარებით მტკვრის ხედზე და რაღაცა შესტების ხედზე ღეროდნენ ჩემო თბილის ქალაქოს. მე ძალიან დიდი პატრიოტი ვარ, მაგრამ ნუ ვეღარ ავიტანე ეს და გამოვედი შორტებით და ლიფით. ეს იყო ძალიან ხმამაღალი და ძალიან გაბედული ნაბიჯი. შავი ჩექმებით გონი მახსოვს. კი, ძალიან ხან ტყავებში, ხან ლაკებში, ყოველ შემთხვევაში ნუ ეგეც მე მიმაჩნია რომ ერთი პლუსია, იმიტომ რომ დღეს ძალიან ბევრია, უხვად გვაქვს ძალიან ბევრი შოუ, მაგრამ მე დავიწყე ეგ და დიდი მადლობა ამ შეკითხვისთვის, რომ შემიძლია ეხლა ხოდა მე მას ვამბობ, მაშინ თუ შეიძლება 94 წელს გაგიკეთებინა ის, რაც მაშინ მოსწონდა მასას და ეს ამაზე შენ ყვებოდნენ მსმენელები, რატო არ შეგიძლია ეხლაც გააკეთო? აღარ მინდა. მე აღარ გეტყვი. ანუ ჩვენ ხო ვითარდებით პერიოდი გადის და ანუ 94 წელს აი ეს სტუპენიკ პარნასო საერთაშორისო ფესტივალია, სადაც მთელი მსოფლიოს წარმომადგენლები იყვნენ და წარმოიდგინე რამხელა კონკურსი იყო. ისეთი დონის ფესტივალი არ იყო, სადაც ლაიმა ვაიკულე და ვიღაცა ესეთი უაზრო ხალხი გაფასებდა. არაერთი გრემის მფლობელი ჟურის წევრები მყავდა. ჰიუსტონის კომპოზიტორები, პატრიცია კაასის მენეჯმენტი, სერიოზული ხალხი. ერთ სცენაზე გამოდიოდნენ იქ მერე სტუმრების, აი ესე როგორც შენ გიყურებ, ესე უყურებდი გლორია გეინორს, ბონი ემს. და ნუ იმ პერიოდისთვის 94 წელს აი ესე გამოვედი და აი სიტყვებს ვერ პოულობ. ძალიან ხმამაღალი ის იყო რუსებისთვისაც, იმიტომ რომ არტ შოუ იყო რაღაცნაირი და იქ მორჩა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ იმ ეტაპმაც ჩაიარა ეს შოუს მომენტი, ეს ცეკვა და რითმიანი და ის всё, იმან ამოწურა ჩემში. და კიდევ ერთი კითხვა მექნება. გიგა, მოდი ჯერ ვისაც არ დაუსვამს შეკითხვა იმ ადამიანებმა დასაკითხვა და მე ისე დაგიბრუნდები. მადლობთ ლიზა, ინტერნეტ რადიო საიტი, მაიკო მე გიცნობ შენ 1999 წლიდან, მაშინ მე მუშაობდი რადიო აუდიენციაში და მამუკა ბერიკა აკეთებდა გადაცემას და შენ იყავი ხშირი სტუმარი. უფრო სწორედ შენ არა, ჯგუფი მოდვის. სხვათა შორის ძალიან გამიკვირდა, რომ აი ესეთმა ძალიან მნიშვნელოვანმა ეტაპმა შენ ცხოვრებაში არ გაიჟღერა აი სიუჟეტში. და ეხლა პირველად რომ მოვის, აი არ ვიცი. ესე იგი მე გაგიცანი შენ და ალბათ აი ფართო მასამაც გაიცნო მაია დარსმელიძე როგორც ჯგუფ მოდუსის ვოკალისტი. არა, ქართულმა მსმენელმა უფრო ადრე იცი. მაია, მოდი ჩვენ ვისაუბროთ იმ ეტაპზე, როდესაც უკვე FM რადიო სადგურები მუშაობდა საქართველოში, ხო, იმიტომ რომ 93-94 წელი შოუ ბიზნესი მაშინ ჯერ არ არსებობდა, ხო? და როდესაც გაიხსნა FM რადიო სადგურები, მაშინ გაჩნდა შოუ ბიზნესი და მაშინ ეს იყო სადღაც აი 98-დან დაიწყო და ნუ შემდეგ განვითარდა შოუ ბიზნესი. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ფართო მასებზე მხოლოდ აი ამ პერიოდში კი ბატონო, ლიზამ დაიწყო თავის ტრადიციული შეტევითი შეკითხვებით საუბარი. მაინტერესებს. არა, ხო, არა, მე თანხმები თუ არა, იმიტომ რომ როდესაც უკვე რადიო სადგურებზე დაიწყო ტრიალის და გამოჩნდა სიმღერა და ამის რას იგი ჯგუფი მოხდა როტაციაში, ხო, მოდუსი მე მახსოვს, რომ ლობირებას უწევდა ძალიან აქტიურს თვითონ მამუკა ბერიკა. ხო, მაგრამ ნუ ალბათ იმიტომ არა, ძალიან ცდილობდა. თან შენთვისაც ახლოს იყო, ხო, როკ ჯგუფი იყო, ცოცხალი ბენდი, შენ იყავი სოლისტი და ასე შემდეგ. მე მახსოვს, რომ ძალიან ენერგიულად და ძალიან შემართებით საერთოდ აი ამ ჯგუფის. კიდე კაი, დიდი მადლობა რომ გამახსენე ეს პერიოდი, რატომღაც ალბათ იმ ცუდი ფინალის გამო ვეღარ გავიხსენე, ოღონდ მწრფელად ვამბობ, მართლა ვერ გავიხსენე. ხო, რატომ აი ცუდი ფინალი, რატო ხო შენთვის ახლოს იყო ეს როკ ჯგუფი? გეტყვი რატო იყო ცუდი ფინალი, ანუ თავიდან ჩვენ შევიკარით. და მარტოდ რა ცუდ ფინალზეა საუბარი? აი ახლა ყვები, ახლა ხალხი მიხვდება რას გულისხმობ. ძალიან მომწონდა თავიდან მოდუსში, იმიტომ რომ უკრავდით მძიმე მუსიკას, რაც მე მომწონდა. და მე ესეთი რაღაცა მოხდა, რომ აუდიენციაში აგვიყვანა, პროდიუსერობა შემოგთავაზა გელა იმნაძემ და მან მოითხოვა მუსიკის შემსუბუქება. ჩავწერეთ რაღაცა 1, 2 და მივხვდი, რომ
შევაჩერე მე იმ ორი სიმღერის ტრიალი რადიოზე, მივხვდი რომ კარგავდი სახეს. ანუ ხდებოდი იგივე პაპსა, რაც მე დღეს მეზიზღებად. ამით მორჩა. ეს არის ცუდი ფინალი, რატომაც ალბათ უბრალოდ ესე გამოვა. აი ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სულ ეძებ შენ სტილს, იმიჯს, სახეს. ნაპოვნი მაქვს უბრალოდ აქ ვერ რეალიზებ. აი თუნდაც მოდი ახლა შენი სახელის გამოცვლა, ხო? შენ თავის დროზე დარსო გიდოდა აი ამ სახელით გამოსვლა, შენ დარსმელიძე ხარ. ხო, დარსო მე თქვი რომ არის ნინო დარასელი და დარსო არ მინდა, მაია დარსმელიძე არ გაწყო და საბოლოოდ გამოხვედი ფსევდონიმით მაო. აი საერთოდ არ ვიცი ძალიან ბევრ ადამიანს მაინც მაოსთან აი ჩინელ ბელათთან მაოძედთან აქვს ასოციაცია და აი შენ ეს არ გაშირდებს რომ არანაირად არა უკავშირდება ეს სახელი მაო რა შვაშია მაო და ელემენტარულად ჩემი მეგობრები მეძახიან მაოს. დარსო რომ მინდოდა ნინო დარასელი ყავს უკვე ცნობილი ამ ფსევდონიმით, თორე ის დარასო უნდა ყოფილ სიტყვაზე, ხო? დარსო უფრო მე, მაგრამ ნუ იმ უბრალო მიზეზის გამო თქვი რომ არა, თორე დარსოსაც მეძახიან, დარსისაც მეძახიან და მაოსაც მეძახიან. ხო, მაგრამ შენ საქმოდ უნდა გამოხვიდე ამ ფსევდონიმით მაოც და აი რაღაცნაირად ეს ცუდი ასოციაცია ხო არის. არა, ფანტასტიკური, იმიტომ რომ ყველა სახელი, ხო იცი, ყველა სახელს აქვს თავისი რაღაცა გაშიფრვა, ხო? პრინციპში ადამიანს მაო ჩვენთვის ძალიან ისეთი სახელია. შენ იცი ლუკა ვინ იყო მაოძედუნი? ამას პრინციპში ფაქტია. ეს იყო პრინციპში ჩინელი დიქტატორი, არც ისეთი კარგი პიროვნება შეიძლება. მე მინდა რომ აქ ვიყო დიქტატორი ჩემი მუსიკის, ხვდები? მე მინდა რომ შენ შეიძლება დაიბრუნვა დუჩე ამ მუსიკას დუჩე მუსოლინი ან არა, ნუ მე ჰიტლერი. არა, ადამიანის სახელი. ლიზა, მე ძალიან მომწონს ეს, მე მინდა რომ ვიყო. ხვდები? მე მინდა რომ დავიყენო გვერდში დანარჩენი სხვა მუსიკოსები, ჩემნაირი ასეთი ესე ვთქვათ ძალიან თუ არ მოვისაწყლებ თავს დაჩაგრული მუსიკოსები და ავტეხოთ ომი, იმიტომ რომ ხდება კატასტროფა. გასაგებია და ეს ერთ-ერთი ესე იგი ნაწილი იყო შენი იმიჯის, მაგრამ იმისთვის რომ რაღაც ესეთი ხმამაღალი განაცხადი გააკეთო ხო შოუ ბიზნესში, მაგრამ თუნდაც აი ესეთი სახელით ან შენი სიმღერებით, რომელსაც შენ რატომღაც მე არ ვთვლი რომ შენ მძიმე როკს ვღერი, მე ვთვლი რომ პირიქით ძალიან სტუდიაში მოგასმენია. აი მე მაგათად ძალიან მომწონს, აი შეყვარებული ვარ ამ სიმღერაზე, რაც ახლა გადის ნახვამდის. ძალიან მომწონს. შეიძლება შერილ კროუ მახსენდება შეიძლება ამ სიმღერაზე რაღაც თითქოს მის სტილშია, თითქოს ეს არ არის, ხო ეს მე მგონი კომპლიმენტია. თუ შენ ახლა გეწყინება, სტეფანის არ იყოს ჯორჯ მაიკლს შევაწე. არა, ნუ სტეფანის შემთხვევაში ჯორჯ მაიკლი ცოტა არა კომპეტენტური. გასაგებია, მაგრამ აი შერილ კროუზე ხომ არ გეწყინება? შერილ კროუზე არ მიფიქრია ამ სიმღერის და ეს ჩემი სიმღერაა, სიმღერაც და ტექსტიც მე მეკუთვნის და ნუ ალბათ დაემთხვა შერილ კროუზე ნამდვილად არ მიფიქრია, მიუხედავად იმისა, რომ მომწონს მისი რამოდენიმე სიმღერა. მაგრამ მე გავაგრძელებ იმ კითხვას, რომელიც მინდოდა რომ დამესვა, იმისთვის რომ გააკეთო ეს ხმაურიანი განაცხადი, ხო, უნდა კონდეს რეპერტუარი. მაქვს. არა გვაქვს რეპერტუარი, მაგრამ ჯერჯერობით შენი სიმღერა მსმენელმა არ იცის. აი მე ვეძებდი ვიცი რომ დალი გიგაც ეძებდი რადიოს სადგურში, აი სამი სიმღერაა სულ შენი, მაია. შენი სიმღერები უცნობია ხალხისთვის. ეგ არის იმის ბრალი, რომ სულ სხვა სიმღერებს აპიარებენ. ხო, მაგრამ შენ მოგაქვს სიმღერები, შენ თვითონ ამზადებ ამ მასალას, მე ვამზადებ უმძიმეს მასალას თუ გნებავთ. ეხლავე წავიდეთ რომ მორჩება გადაცემა სტუდიაში, სადაც მოგასმენებ ისეთ მძიმეს, რომელიც ნუ არ ვიცი, აი თბილისში ესეთი მძიმე, ქალს კი არა, კაცსაც არ უმღერია. ეს არის ჩემი პროტესტის ნიშანი. მენელამდე არ მოდის ეს სიმღერა, მაგრამ ძალიან ძნელია საუბარი შენ შემოქმედებაზე, როდესაც შენ გაქვს ესეთი მცირე რეპერტუარი. მე ვამბობ, რაც გაქვს მიტანი რადიოში. ეგ ჩემი ბრალი არ არის. მე ვარ შემოქმედი, რომელიც ფიქრობს იმაზე, რომ შეასრულოს ის, რაც შეუძლებს და არა ის, რაც იქნება მომგებიანი. ხვდები? ეს ჩემი პრობლემა არ არის. ეს არის იმ ხალხის პრობლემა, რომელმაც სათავეში ვერ მომაქცია ყურადღება. მაი ყოფილა ისეთ შემთხვევაში, დავშოთ რადიოში მიკიტანია ეს ძიმე სიმღერა და არ გაუშვიათ ან არ. ძალიან ბევრჯერ ყოფილა, როდესაც ნუ მე მქონდა, ხა მაქვს რამოდენიმე სიმღერა, სხვათა შორის კლიპიც, აღარ ერთხელ ორჯერ დავშვათ ყოფილა და მე აღარ გაუშვიათ იმის გამო, რომ ძიმეა ძალიან. გასაგებია. 105-ის ეთერში ყოფილა ძალიან ხშირად, აი და ევასებოდეთ ძალიან. ხო, არ ვიცი, აი მე მაგალითად სამწუხაროდ და ვისაც არ უკითხე, აი ჩვენ მაია სიმღერები არ ვიცით. ვიცი, მაგრამ ვიცი რა, იმდენად არ მაღელვებს ეს მომენტი
ანუ წარმოიდგინე ახლა გაღელვებს. აი მეც ეს უფრო მგონია რომ შენ არ გაღელვებს. ანუ ეს პოზიცია როდესაც აი შევთქვი რომ აი რა ვქნა, აი არ უნდათ და ნუ მე რა უნდა გავაკეთო. ლიზა ძალიან დიდი ბოდიში გაწყვეტინებ გადაცემაში რეკლამის დრო რამდენიმე წუთში დავბრუნდებით. ეთერშია თოქ-შოუ პრესპრესი და ჩვენ დღევანდელი თემა კიდევ სტუმარია მომღერალი მაია დარსმელიძე, იგივე მაო, ასე რომ გავაგრძელოთ საუბარი და დალი დასვამს შემდეგ კითხვას. რადიო ფორტუნა პლუსი, დალი ხოჯაო. ესე იგი მე ჩემ თავს მივეცი უფლება და ესეთი პატარა გამოკითხვა ჩავატარე რადიოში. ეს ბევრს არ ნიშნავს, რა თქმა უნდა. და ჩემი ეთერის მანძილზე, ნუ სადღაც დაახლოებით 30 კაცი გამოკითხე და შეკითხვა დავსვი ასეთი, რომ იცნობთ თუ არა მაია დარსმელიძეს. ეს მოკლედ და კონკრეტულად. ესე იგი დაახლოებით გეტყვი, ხო? ნუ სადღაც 15-მა ადამიანმა მითხრა რომ ეს არის სტეფანეს მეუღლე. სადღაც ესე იგი 10-მა კაცმა თქვა რომ ეს ადამიანი მღერის სიმღერას ხელები და სადღაც 5-მა კაცმა დარჩენილმა თქვა რომ საერთოდ არ ვიცნობ ამ ადამიანს. არ მიკვირს. ესე იგი შენ თქვი უკვე აღნიშნე, ნუ მაყურებელმა ვერ მოისმინა, მაგრამ შენ მოგწონს ეს სიმღერა ხელები, ხო? თუმცა ეს არ არის არანაირად მძიმე როკი. მძიმე როკი არ არის, მაგრამ როკი არის. დამეთანხმეთ, როკი არის. იმიტომ რომ სადაც გიტარას აჭიხვინებენ და ბოლო ხმაზე გაკევიან, მხოლოდ ის არ არის როკი. თავის დავათხო ცხადი. მაგრამ მე მინდოდა ესეთი რაღაცა მეთქვა ახლა. იქნება აი ესეთი რაღაცა გეცადა, არ ვიცი. როგორი? აი დავუშვათ გაგეკეთებინა ის მუსიკა რომელიც შენ მოგწონს რა თქმა უნდა ის მძიმე როკი იმ გარკვეული 20 ადამიანის მუსიკაცისთვის ხო რომელიც უსმენს ამ მძიმე როკს და ამავე დროს აი გემუშავა ასეთ არ ვიცი რა დავარქვათ ამ მუსიკას ხელების მსგავს სიმღერა ხო აი ხელების მსგავს სიმღერაზე და თვით პოპულარიზაციისთვის არ ვიცი თუ არ მინდა ეგეთი რაღაც არ მჭირდება არა და მაგაზე მე დასწრაფა ძალიან ბევრს ვიცინით ხოლმე რომ გავდივართ სწორპას რო ცნობენ მექანიკურად გვერდში რო უდგევარ, მაგით ხვდებიან რომ მე ვარ მაია დარსმელიძე. არანაირად არც წინს ეს მომენტი და პირიქით რაღაცა. შენ ეს არ გჭირდება, შენ პოპულარობა არ გჭირდება. მე ეგრომ ჭირდებოდეს, მე მაშინ მოსკოვში ვიქნებოდი მართლა, მაგრამ მუსიკოსების გვერდზე. იმ ვიწრო წრეში პოპულარობა ხომ გსურს ახლა დარწმუნებული ვარ, თუ არა? იმ ვიწრო წრეში აი რომლისთვისაც შენ უშვებ და უშოთ ახლა ალბომს. იმ ვიწრო წრეში ვარ მე უკვე ისედაც პოპულარი. და ისე პოპულარობა. მაია დარსმელიძეს არაფერი არ ჭირდება პრინციპში პრესა. არ ჭირდება მართლა და რა ვიცი ახლა. აი სიმღერა ხელებზე მე შემიძლია ვთქვა, არ ვიცი ახლა რაც გამოვიდა ეგ სიმღერა და რაც ხა რადიოში ვარ, ძალიან დიდ მოთხოვნაში იყო ყოველთვის. აი დღესაც არის რეიტინგი ამ სიმღერის საკმაოდ. ჩემი საყვარლესი სიმღერა რჩება დღესაც მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ყველაზე მსუბუქი სიმღერა. იქნება აი საჩუქრად მაინც ერთი რამოდენიმე სიმღერა ასეთი მაყურებლის არ მინდა, მე უბრალოდ პრინციპი მაქვს უკვე ისეთი, რომ აი ეს კომპრომისის მომენტი იყო ის შობა უშენოთ. რომლის გამოც აი ძალიან რო გახიტდა და ხალხი ზეპირად მღეროდა კარაოკეში მაესტროს ეთერში და მივხვდი რომ არა, ნუ აზრი არ აქვს, ანუ ეს მე კი არ გამოუსწორებ სიტუაციას მსმენელს, პირიქით ის მე მითრავს იმ ნაცრისფერ იმაში. არ მინდა. არანაირი კომპრომისი ჩემი მხრიდან არ იქნება. 20 კაცი მირჩევნია მყავდეს მე და უსმენდნენ იმ მუსიკას, რომელიც ჩემი გულიდან მოდის და აი ეს მიყვარს. არ მჭირდება მე სპორტის სასახლე და ღმერთმა ქნას ხვალზე ტენდენციურ ქალაქ თბილისში თუ ეს მიმდინარეობა გახდება საყვარელი, მიუხედავად იმისა, ხვდებიან თუ ვერ ხვდებიან, კარგია თუ ცუდი. ღმერთმა ქნას თუ ესეც ნუ მაშინ გავაკეთებ. მაგრამ იმას ეგ არის ჩემი პრინციპი, პატარა გოგო არა ვარ, რომ რაღაცა ექსპერიმენტებში ვკარგო დრო. გასაგებია და ხატია შემოგე შემდეგ კითხვა. საღამოშიდობის მაია მოგესალმები, ხატია შემოგია რადიო ფორტუნა. ძალიან ხშირად ვახსენეთ შობა უშენოთ და გავიხსენებ მის კლიპს, სადაც ვიზუალურად ძალიან ლამაზი ხარ. გაპრანჭული ხარ, თუ შეიძლება ითქვას. დამეთახობი ალბათ, რომ მართალია შენ არ გსურს პოპულარობა, ანუ არ მიიღწე პოპულარობისკენ, მაგრამ მომღერლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ეს არის ვიზუალური მხარე, ხო? მაშინ როცა შენ დაიწყე სიმღერა, მაშინ უფრო ისეთი ვულგარული და სექსუალური იმიჯი გქონდა, ხო? დამეთანხმები ალბათ და არ გიფიქრე რომ აი ხლაც გაქვს მონაცემები და უფრო სხვა ამპლუაში წარსდგე მაყურებლის წინაშე.
გეტყვი იმ ან რატო პერიოდში შეიცვალა ეს იმიჯი? მაშინ როცა იმიტომ რომ იმ პერიოდში ის იყო შოუ და იქ ვულგარული და სექსუალური ჯერ ერთი უფრო პატარაც ვიყავი გამოდიოდა მეორე კიდე უფრო თავქარიანი და ასე შემდეგ. ნუ არ ვიცი ახლა შეიძლება თვითკრიტიკის მომენტიც არის. გავიზარდე იმის მერე უფრო სერიოზულ მუსიკას უსმენ და საერთოდ არ ვთვლი რომ აუცილებლად ძალიან გამოფრანჭული უნდა ვიყო იმისთვის რომ სმენელამდე მივიტანო. მე ესე მირჩევნია როგორც ვარ დღეს. ის იყო ის დარჩა იქ უსო. ანუ არაპირებ ამ ამბლუაში დარჩა. კიდე ერთი კითხვა მაქვს მთელი საღამოს განმავლობაში მე ვხედავ პროტესტს იმ მუსიკისადმი რომელიც დღესდღეობით გამეფებულია საქართველოში ხო? მიუხედავად ამისა შენ გაქვს მაინც ყოველდღიური ურთიერთობა იმ საზოგადოებასთან რომელიც სწორედ ამ მუსიკას ემსახურება. ანუ შენგან დამოუკიდებლად თუნდაც იმიტომ რომ უკვე სტეფანეს მეუღლე ხარ მაინც გიწევს ტრიალი აი ამ პაპსა მომღერლებთან, ანუ ფსევდოპაპსა მომღერლებთან, ხო, ამ შოუ ბიზნესთან, რომელიც დღეს არის. აი, შენ თვითონ არ გიჭირს მათთან ურთიერთობა. შენ ესე ხმამაღლა გამოხატავ ამ პროტესტს. არანაირად იციან მათმა. ეს ხო არ ნიშნავს, რომ მე იმათ როგორც პიროვნებებს ყველას აქვს თავისი გემოვნება, ღმერთმა ყველას გაუმარჯოს თავის მიმდინარეობაში. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ყველას. იმათმა იციან ჩემი დამოკიდებულება. არაერთხელ მილაპარაკია ესე და ანუ ეგ კამათში არ მოყავ ხარ და რაღაც წინ არანაირად ნუ გემოვნებაზე არ დაობენ მე ვამბობ რომ გაუმარჯოს როკს და всё ისინი თავისას ამბობენ ნუ და იქ უფრო მძაფრი ფრაზებიც თქმულა რა თქმა უნდა ხუმრობაში მაგრამ ძალიან ბევრჯერ გვითქვია ეგეთი რაღაცა და არანაირი პრობლემა არ არის იმათმა იციან რომ მე ეს მიყვარს და მე ვიცი რომ ამათ ეს ხო რა პრობლემაა ამაში ეს ხელს არ უშლით მე. და შეიძლება რაღაც დაახლოებით იგივე კითხოს, რომ ოჯახში ხარ შენ და სტეფანე, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულ მუსიკას ემსახურებით, ხო? სტეფანე არ არის როკ მომღერალი. აი, როგორ უთანხმდებით ერთმანეთს და კონსენსუსს როგორ აღწევთ თუნდაც აი სხვათა შორის ძალიან ბევრ რჩევას ვიღებ სტეფანისგან. მიუხედავად იმისა, რომ რადიკალურად განსხვავებულ სტილში ვმუშაობთ ორივე, მე ვიცი სტეფას შინაგანი მომენტი. ის თუ რამეს თმობს დაუშვათ დღეს და თუ აი თავის გემოვნებას და ხალხის მოთხოვნას აბალანსებს ერთმანეთში, მე ვიცი რა არის ის შინაგანად. ტიპს უყვარს ჯაზი, სერიოზული. ანუ სტეპა არ მღერის იმას, რაც მას მოწონს ახლა? ხო, ესე შეიძლება. ანუ სტეპა უფრო გათვლილია. სტეპა უფრო მიდის კომპრომისზე და ნუ ალბათ ესე აწყობს იმას და მე პრინციპში არაფერი საწინა, მაგრამ სტეპას მუსიკა არ არის პაპსა. არანაირად. არ მე არ მithქვამს რომ პაპსა უბრალოდ განსხვავებულია შენი მუსიკისგან ძალიან. ხო, როკი არ არის. არ არის როკი, მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს მე ბევრი არაროკმენი მომღერალი მომწონს ქართველი და ძალიან ბევრი ფავორიტი მყავს სხვადასხვა მიმდინარეობაში. იგივე პოპში, იგივე რეპში და ასე შემდეგ. რა ვიცი, რა დამრჩა, ნუ ჯაზმენები ხო? ძალიან ეს არ ნიშნავს იმას, რომ ანუ თქვენი მუსიკალური გემოვნება თქვენს ჰარმონიას ხელს არ უშლის, ხო? არანაირად სტეპას მოსწონს ის, რასაც მე ვაკეთებ და დაჟე ის ხალხიც, მაგრამ არა მარტო მე, ჩემი კუმირები, მე მგონი მსოფლიოში ყველას. და შენ მოგწონს ის, რასაც სტეპა აკეთებს? კი, მომწონს ძალიან. იმიტომ რომ სტეპა მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმას არ აკეთებს, რაც არის შირპატრები, ამიტომ გამოყვეს სტეპა და დაარქვეს ესე, ხო, თვითონ მასმედიამ და თვითონ მომღერლებმა გამოყვეს ის როგორც ყველაზე გემოვნებიანი მუსიკოსი, ხო? სტეპა არ აკეთებს იმას, რაც მე ჩემთვის მიუღებელი. ეს არის პოპი. პატარა რეპლიკა უკაცრავად, ისე ბოლო დროს სტეფანეს მუსიკა ცოტა დამძიმდა, შენც ამას ხომ არ ამჩნევ და ეს ხო არ არის თქვენი ესეთი რაღაც გავლენა ერთმანეთზე რაღაც ასეთი. არა. არ იღებ მონაწილეობას მე არ შემოქმედებას. მე არ ვიღებ, იმიტომ რომ ჩემი ბოლო ნამუშ მე თვითონ ვისწავლე ფონოგრამების კეთება და მე თვითონ ვაკეთებ არანჟირებებს, მე მომყავს გიტარისტები და ვადებინებ იმას. ჩემი ის იმდენად სხვანაირია, რომ მე სტეპას შემოქმედებაში რო ჩავერიო, ტრეშ მეტალი გამოვიდა. სხვანაირად. და სტეფანიდან ისე მაიაზე გადავინაცვლოთ და შემდეგი შეკითხვა. თუ შეიძლება კი ბატონო. ძალიან. ვინი დასვი შემდეგი შეკითხვა. მოგესალმებით ყველას, ვინ ტელეკომპანიებზე ანონსები. მეც შეიძლება თამამად ჩავთვალოთ, რომ ერთ-ერთი პროტესტანტი ვარ ბავშვობიდან იმ განხრით, რაც ახლა მაიამ თქვა. მე მაია დარსმელიძე გავიცანი იმ დროს, როდესაც როკი ისედაც ანდერგრაუნდი იყო ყოველთვის და იდევნებოდა
პაპსის, მასის თუ სხვადასხვა ასების მიერ, მაგრამ მე გავიცანი მაია დარწმუნდზე სიმღერით ეს ერთი ღამე დავრჩები შენთან ის იყო მე მგონი თუმცა ლაითი იყო, ბლუზ ნაწარმოები იყო, ბლუზი იყო, მაგრამ იყო ნათელი წერტილი. მე ესე ჩავთვალე იმ დროს, როდესაც ქართული როკი თუ ესეთი არსებობდა, ნელ-ნელა უკვე იწყებდა, ასე ვთქვათ, რეგრესისკენ სვლას და დღემდე ერთ-ერთი მოხიკანი ხარ შენ, რომ უკანასკნელი არა, უკანასკნელი იქნება იმ დროს. უკანასკნელი არა მგონია, რომ სოლო კონცერტი ახსენა მაია, მე მაინტერესებს უბრალოდ თუ მიიღებს ამ სოლო კონცერტში მონაწილეობას ის ხალხი, ვინც აი იმ დროს, როდესაც შენ მოხვედი, იმ დროს იყო ქართული როკმენები? იგივე გაგახსენე, თუნდაც მძიმე ჯვარი, Royal Way, Double Cross-ი, ძალიან ბევრი იყვნენ. ვახო მაკალათია, ძალიან ბევრი. ვატო ვარაზი, იგივე Generals-ი, ძალიან ბევრი ჯგუფი იყო, ვინც იყო და შეეძლო თავისუფლად გაეკეთებინათ. თუნდაც Woodstock-ისნაირი, აი პერიოდისნაირი კონცერტი. ვოცნებობ მე აი ამ იმაზე, რომ მქონდეს იმის საშუალება, რომ ეს ყველა ნაღდი და მაგარი რაც არსებობს მართლა აი ამ მიმდინარეობაში, რამენაირად გავაერთიანო და ერთი აი ესეთი სერიოზული რაღაცა. იყო ხოლმე მცდელობები თბილისის გარეთ, ქალაქ გარეთ ხოლმე 2-3 დღიანი რაღაც ფესტივალები და ქალაქშიც სტარდებოდა. ქალაქში სტარდებოდა და გვახსოვს საკმაოდ მძიმე ჯგუფები იყვნენ. საკმაოდ ძალიან ბევრი რა. რო ახსენე რომ მე ისე მძიმე ვოკალს ვმღერი, რომ შეიძლება საქართველოს ეს არამს თუ ქალს კაცსაც არ უმღერია. კაცები გყავს რატო? რა პერიოდი იგულისხმე შენ? არ უმღერიათ აი ესეთი მძიმე. ეხლანდელი, იმიტომ რომ ეხლა რასაც ვაკეთებ მე არის თანამედროვე, ანუ არ არის ძველმოდური როკი, ანუ მე პატივს ვცემ კლასიკას, ამაში არანაირი ის არ არის, უბრალოდ აი ესეთი თანამედროვე არავის არ უმღერია ესეთი მძიმე. რასაც ვაკეთებ ეხლა. დაკმაყოფილებულია ვინმე მგონი შენ შეკითხო და ლიზა ლალი იცდის ლიზა დებოდაში. გავარკვიეთ რომ კომპრომისებზე არ მიდიხარ, შენი პრინციპები გაქვს, ჩემში პირადად ასეთი ადამიანი საკმაოდ ესეთი პატივცემას იმსახურებს, სერიოზულს გულწრფელად ვაღიარებ. და ესეთი კითხვა მაქვს მაია შენს მიმართ, ის სიმღერა, რომელიც შენ ძალიან გულით გინდა, ხო? აი ბოლოს და ბოლოს იმაზე გეცადა, ყველანაირი ხერხი გეღონა და გადაღიღო კლიპი. კლიპიც არ გაქვს პრაქტიკულად, ხო? ნუ კლიპი თან ფინანსებთანაც არის დაკავშირებული და ჟურნალისტები ცდილობენ რომ მაია როგორმე ჩააბან შოუ ბიზნესურ ცხოვრებაში კლიპები გადააგებინოს, სიმღერები ჩააწერინოს. კაი, მაშინ ბოლომდე გეტყვით, ხარაშო. თუ ესეთი მიმდინარეობა მომწონს, მე შესაბამისად კლიპიც მინდა ფირზე. ძალიან მინდა ხარისხიანი კლიპი, რომელიც სერიოზულად დააკმაყოფილებს MTV-ის ფორმატს. თუ ესეა და ეს ყველაფერი მე თავისთავად ფინანსებს უკავშირდება. ხო და შენ აი ეს ყველაფერი მე ვფიქრობ რომ ხელიდან გაუში არტიმედის პერიოდის ერთი წელიწადი შეგეძლო რომ რაღაცა ერთი კლიპი მარინა რო ყოფილიყო ჩემს გვერდით სამწუხაროდ ესე მოხდა რომ მარინა წავიდა და მე არტიმედიც დაიხურა მე მივახცევდი იმას მე ვეხვეწებოდი არტიმედში ყოველ დღე რომ ხალხნო ინგლისში გამიშვით რამე ფესტივალზე ამდენი თქვენი მომღერალი გავუშვით გამიშვით და მე გავიმარჯვებ ზუსტად ვიცი ეხლაც აი რამდენი ხალხი 94 წლის შემდეგ პრაქტიკულად წდება შენს ბიოგრაფიაში ფესტივალები აღარ მიგიღია მონაწილეობა. ხო და იმის მერე ხო იცვლება ადამიანი იზრდება, ხო? ანუ დაჟე ახლა ხანს ევროვიზიის ის იყო რეკლამები იყო გადავრეკე ჩემს მეგობარ პროდიუსერებთან, ქართველებთან. და ვკითხე რომ არსებობს ესეთი რაღაცა რომ დავუშვათ თბილისში, ნუ არავის არ ჭირდები, მღერი ვარ, მაგრამ ნუ რა მოსკოვის სახელით რომ გავიდე თქო და მითხრეს რომ ანუ პრაპისკა და რაღაცები. და მინდა ძალიან მინდა. მაშინ რაც გეუბნებოდნენ არტიმედში, როდესაც იცხოვდით თქვა ინგლისში გაშვებას. აი ესე, ნუ ხო ალბათ იქნება რაღაცა, ნუ მივედით იქამდე რომ არ წავსვლა. ვეხვეწებოდი ძალიან, იმიტომ რომ როდესაც ადამიანი არის დარწმუნებული თავის თავში, შეიძლება ძალიან ამბიციური გამონათქვამი არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ ჩემ თავში. გასაგებია, დიდი მადლობა. ლიზა, თუ ვინი? არა, უცბად გამახსენდა. უცბად გამახსენდა სიმღერა. არ ვიმღერე, მაგრამ ხო, კიდე რაღაც არ გაიხსენო ისეთი ადრე რომ გაგახსენდა. არა, პირდაპირ ერთში არ გამახსენდა ისეთი რაღაცა. სიმღერა ახალი დღე. შენ მიიღე ამ პროექტში მონაწილეობა. მე დავწერე ტექსტი.
ეს რა იყო? პროტესტი იყო თუ პირიქით. თუ პირიქით? ეს იყო სხვა რაღაცა, გეტყვით ახლა ამის დაკავჭი ყველაფერი, მე რასაც ვაპარაკობ. ელფერი მიეცა. კი, ნუ ახლა კლიპიდან გამოდია, თუმცა შეიძლება თუმცა ხო რევერანსი იყო მართალი ხარ ლიზა ნამდვილად. თუმცა შეიძლებოდა რომ კლიპში არ ყოფილიყო ეს პოლიტიკური და მართლა აი სულიდან და გულიდან წამოსული აი ეს პროტესტი ბოლომდე დარჩენილიყო. ვერაფერს ვერ ნეიტრალურ კლიპად თუ მაინც ზევიდან რაღაც დარეგეს თუ არა? რა ის შესახებ. ზევიდან დარეგეს რომ კლიპში უნდა ყოფილიყო აქცენტი გაკეთებული პოლიტიკაზე. კი. იმიტომ რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიიღო იმ ხალხმა, სხვათა შორის, რომელმაც 9 წლის წინ ამ სიმღერამდე სულ სხვა დროშით და სულ სხვა იმით მიიღეს მონაწილეობა. მე სულ სხვა ხალხი მყავდა სიაში ამ სიმღერის შესასრულებლად. ну ალბათ წარმოგიდგენიათ ვინ იქნებოდა ეს აი ჩემი საუბრიდან გამომდინარე მთელი საღამო რაღაცას ვამტკიცებ. სულ სხვა სასტავი მყავდა ესე ვთქვათ უკაცრავად ლინგვისტვის. მაგრამ სასტავის დაკომპლექტება შენ არ გეხებოდა. არა ხო სამწუხაროდ და მე არ დამიჯერეს და სულ სხვა რაღაცა მოხდა. რამაც გამოიწვია მე გაღიზიანება რომ ეს ხალხი უმღეროდა სხვა მთავრობას და რაღაცა პრინციპში ამას მნიშვნელობა არ აქვს შეიძლება მოხვიდე აზზე და უცბად რაღაცა გამოანათოს და მიხვდე რომ ეს ახალი გჭირდება. მაგრამ უცბად ამდენი აზრზე მოსული ხალხის და მაგრამ შეიძლება ვერ მოხვიდე აზრზე და მოხვიდე იმის აზრზე რომ უიმე ეს თუ წავიდა მე ცუდად წამივა საქმე და უცბად იკაცინე. არა. მაიკო მე პოლიტიკურ დატვირთვა არ მაქვს ამ შემთხვევაში მხედველობაში შენ ჰიმნში იდექი იმ ხალხის გვერდზე რომელთა მუსიკაც არ მოგწონს ხო იქ მე ერთი როკ მომღერალი არ მეგულება ხო ფაქტიურად შეიძლება არ ვინმე და მე მეპარება ხა ძალიან ხმამაღალი მომენტი იქნება რომ არ მომწონს მე იმათი მუსიკა არა ნუ ის შენ ის ადამიანები მოგწონს მაგრამ ის მუსიკა არ მოგწონს ხო ფაქტია მოგწონს როკი და იქ როკ შემსრულებელი არავინ არ იყო და როგორ იდექია ეს თავიდან უნდა ყოფილიყო არა რაღაცა ისეთი არა რაღაცა შოუ უფრო გახდა ბოლო იმაში მე მგონი რა ვიცი უფრო აქცია უნდა ყოფილიყო სადაც სხვა რაღაცა უნდა ყოფილიყო ანუ ეს რომ არ ყოფილიყო იმ თარობის მხარდასაჭერი ჰიმნი რომელმაც უკვე გაიმარჯვა შენ შეიძლება და უარიც გეთქვა იმიტომ რომ არ მოგწონს იმ ადამიანთა შემოქმედება ვინც იქ ასრულებს ესე ძალიან იცი რა არის ძალიან სხვა რაღაცა თუნდაც სიმღერაც არ არის ისეთი ხო შენ მიმდინარეობა არ მომწონს მე იმ ხალხთან არ მაქვს არანაირი პრეტენზია მე იმ ხალხთან გადასარევად მეგობრობ მაგრამ ნუ მე რაც მომწონს ეს მომწონს და ვერ უღალატებ იმ ხალხმაც იცის მე არ ვამბობ რომ ისინი ცუდები არიან ისინი თავის საქმეში ყველა კარგები არიან და ამტკიცეს მე მგონი თავისი საქმით ხო არა ალბათ მე ვამბობ არა მე ვამბობ პოლიტიკური ხალხის გვერდზე კლიპში გამოჩნდა დგომა უბრალოდ მე სხვა მე მინდოდა იქ ყოფილიყავი იმიტომ რომ მე მინდოდა ახალი მთავრობა ხო აი ამას გულისხმობ აქ იყო პოლიტიკური მომენტი და არა შემოქმედებით იმიტომ რომ შენ იმ ხალხის გვერდით გეხარ ვისთან ერთადაც მე ხა ვერ წარმომიდგენია შენი ტანდემი თუნდაც დუეტი რომელიმე ერთ მათგანთან იმიტომ რომ აბსოლუტურად სხვა მუსიკაც იქნება ეგეც დუეტი ძალიან გული მწყდება რომ ესეთ საინტერესო საუბარი უნდა გაგაწყობინოთ უბრალოდ გადაცემაში რეკლამის დროა დავბრუნდებით რამდენიმე წუთში ჩვენ დავბრუნდით ეთერშია თოქ-შოუ პრესპრესი ჩვენ დღევანდელი სტუმარია მომღერალი მაია დარსმენიძე და ლიზა დადგა იმისა რომ დასვაში არა მე გავაგრძელებ თემას უბრალოდ მინდა როკ მელომანების დასაცავად თქვა ისეთი რამ მე ვიცი რომ ძალიან ბევრია საქართველოში როკის მოყვარული მეცაც გეტყვი თინეიჯერები პატარა ბავშვები მე მაქვს მაგენთან აი ჩეტში მაქვს იცი რომ არის არხი ჩეტში არის როკ ვაიმე ტიბი როკი ქვია თბილისის როკი. სადაც ხვდებიან ერთმანეთს. ჩვენ მუდმივად ბრძოლაა გაჩაღებული როკის და რეპის თაყვანისმცემელი. ხო, არა, რეპერები რა თქმა უნდა ალბათ უფრო მეტი არიან, ახლა რეპი და ჰიპ-ჰოპი უფრო მოდურია, ხო იგებენ ალბათ მაინც ესეა, ეს პრობლემა არ არის, უნდა იყოს უბრალოდ ყველაფერი უნდა იყოს თანაბარი. მაგრამ აი მე გეტყვი შენ მაია ერთ საყვედურს მხოლოდ შენი მისამართით, არა საერთოდ როკ მომღერლების მისამართით, აი ერთი მე გავესაუბრე ერთ მუსიკოს ის ცნობილი ტელეწამყვანის არის არ მინდა ეხლა მის როკ მუსიკოს მუსიკოსია ზოგადად და როკზე ქონდა გადაცემა და მან მითხრა რომ იცი რა ლიზა ამ არხზე ნუ მაშინ ყველამ გაიგო ვიზია საუბარი და მითხრა ისეთი რა მე ვკითხე რომ რატო არ არის როკი მოდაში იმიტომ რომ ჩვენებიო აი ჩვენი როკ ჯგუფები თუ მომღერლები არიან ჩამორჩენილები ისინი სთავაზობენ მსმენელს ისეთ პროდუქტს
რომელსაც უკვე სოფლიოში აღარავინ აღარ თავაზობს. შენ თუ გაქვს შემჩნეული საერთოდ ეხლა MTV-ზე ძალიან ბევრი როკია, უნდა გითხრა. აი როგორი სტილი წამოვიდა ეხლა როკშიც. Sister, Franz Ferdinand, ხო, იგივე Maroon 5. ეს არის როკ ჯგუფები, რომლებიც სულ განსხვავებულ როკს თავაზობენ. ჩვენი როკ საზოგადოება აი ესეთ როკს და ისე და სხვათა შორის ლისა ჩაგერთვები, ათეულები და ეს 20-ულები უფრო მძიმე მუსიკითაა დაკომპლექტებული, ვიდრე დავუშვათ 5 წლის წინ. ბევრი რაღაცა ყავს, ვინც იმ კლასიკაზე შემჯდარი დარჩა სიტყვაზე, მაგრამ ისიც მაინც მირჩევნია. იმას რაც ხო ხდები, მაგრამ ამათ გარდა არსებობს ძალიან ბევრი ხალხი, მე პირადად ვარ ნიკა კაჩაროვის ფანი, ძალიან მომწონს, რასაც აკეთებს და არ მგონია რომ ძველმოდური იყოს. ნიკა კაჩაროვი არის ზარმაცი. ძალიან მაგარი. ნიკა კაჩაროვა ჩემს გადაცემაში თქვა რომ აუ გავაკეთეთ ერთი კონცერტი სადღაც სად იყო? იცი რატო ლიზა? იმიტომ რომ სტიმული ეკარგება მუსიკას. არა გვაქვს ახალი სიმღერა. არა ინტერესებს, არ უნდა. გეტყვი აგიხსნე, ჩემი პოზიციიდან ალბათ იგივე აზრის არის თვითონაც. უკვე იმდენად ჩაკვდა ეს სტიმული, ეს მომენტი, რომ ის ღა დაგვრჩენია, რომ აი ჩვენი ჭია გავახაროთ, სადღაც ჩუმაწყნავთ, ვაკეთოთ. ნუ ჩემი აზრით ის არ არის გამართლება, იმიტომ სამწუხარო. რომ როკ მუსიკის მზად არის ჩვენი მსმენელი და უბრალოდ მას არ აქვს შეთავაზება. მე უბრალოდ კიდე ერთი კითხვა მაქვს, ეს არ არის ჩემი კითხვა, მაია წინასწარ მინდა ბოდიში მოგიხადო, იმიტომ რომ მე ამ კითხვას არასოდეს არ დავსვამდი. ჯერჯი არც მაინტერესებს და მეორე სპირით საუბრობ შენ ჩვენ გადაცემაში. ჩემი მკითხველის ინტერნეტ რადიო სანიტის მკითხველის კითხვა, ეს შეკითხვა, რომელიც ძალიან ხშირად მოდის აი შენზე და სტეფანეზე. მეც გადავხედე, შევედი არქივში და წავიკითხე ესეთი ნიუსი 2003 წლის ნიუსი იყო, სადაც ეწერა, რომ მაია რა გაკავშირებს სტეფანისთან ხშირად ხედავენ და შენ ამბობ ესეთ რამეს, რომ ჩვენ ვართ მხოლოდ მეგობრები და სულ მალე შემოგთავაზებთ დუეტს. ეს იყო 2003 წელს. შემდეგ 3-ში იყო ეს, ხო? ნუ ალბათ უფრო ადრე, იმიტომ რომ ჩვენ აი კაკრას სოლო კონცერტი რო იყო სტოპასი, უკვე იქ ხატიას ეთერიდან გახსოვს, რომ იყო ჭორი, რომ მე საქორწინო კაბით და რაღაცა და აი შემდეგ ალბათ უფრო ადრეულ იმას ამბობ შენ, არა? და შეიძლება, არ ვიცი, და შემდეგ უკვე თქვენ ნუ რაღაც ეს და ძალიან მიხარია კიდევაც, რომ თქვენ ხართ უკვე წყვილი, მეუღლები და ასე შემდეგ, მაგრამ აი კითხვა მოდის, რომ ესენი მართლა ცოლ-ქმარი არიან თუ ეს შემოქმედებითი კავშირია? რატომ ეჭვი ეპარებათ, რომ და მართლაც და ისე აღმოჩნდა, მაი არ ვიცი, რომ აი შენი სიმღერებიც უფრო წამოიწია, დუეტიც კარგი აღმოჩნდა ხელები, აი ალბომიც იწერება არტპრომში, ხო, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი სტეფანი. ანუ ლიზა მე ბარი ალიბასოვა და ფედასევა შუქშინა შერმატურა ამას მეუბნები. მოდი უთხრათ იმ ჩემს მკითხველს, რომელიც მიგზავნის ხოლმე აი ეს მსგავს კითხვებს, მოდი აი ვთქვათ, იყო ეს შემოქმედებითი კავშირი თუ მაინც ესე იგი მე იქ ვიტყვი პირდაპირ მაშინ ძვირფასო მკითხველებო თქვენ ძალიან ცდებით უბრალოდ როდესაც ორი ადამიანი დგავს სერიოზულ ნაბიჯს და ეს როდესაც ჯერ მხოლოდ იწყება არავის არ აქვს გარანტია რა მოხდება და არ გვინდოდა იმიტომ რომ მეც მეტნაკლებად მიცნობდნენ და სტოპა ცნობილია ხო იასნია უკაცრავად ხო და არ გვინდოდა სანამ არ გავერკვიეთ ჩვენს გრძნობებში უბრალოდ ასე ვთქვათ არ ვაბაზრებდით თორე მეგობრებმა ყველა მიცოდა. ეხა კამერაში უნდა ჩაიხედო მაია და სტოპა, მე შენ ძალიან მიყვარხარ. სტოპა იქ არის. იმედ დიდი მადლობა და იმედად არავის ეჭვი არ ეპარება, რომ არ არის მხოლოდ შემოქმედებითი კავშირი. გასაგებია. შემდეგი კითხვა აღარა აქვს არავის კითხვა? კარგით, მე მაშინ პატარა რეპლიკის სახით, არა კითხვის სახით, უბრალოდ წეგან ჩემმა კოლეგებმა ყველამ თქვეს რომ რატომ ეკარგება სტიმული როკ მუსიკას. კი, ყველა ერთად. ვეტყვი მოვიტან ესეთ მაგალითს. 2 წლის წინ როკ ჯგუფი მძიმე ჯვარი გამოუშვა ალბომი. საკმაოდ, არა, ყველას ეცინება, იმიტომ რომ როგორი ხალხია და რას უკრავენ. არაჩვეულებრივი მუსიკოსები. ძალიან. და იმის გამო, რომ არც ერთმა თითქმის არც ერთმა რადიო მელიზა გეზე ნანახი მაქვს მათი სიმღერა. მაგრამ და მეც უშვებდი, მაგრამ დანარჩენი უკვე ძალიან ბევრი რადიო, არავინ ფაქტურად არ მიიღო, 90%-მა არ მიიღო და ჯგუფი არამც თუ მეორე ალბომზე დაიწყო მუშაობა, ჯგუფი საერთოდ დაიშალა. აი ეს ხდება უკვე სტიმული, ამიტომ იკარგება. დაართულია მე როგორც ორი როკმენი ძმის, ასე რომ ვთქვა, ხო, ესეთი სიმდიდრე მაქვს, მე გეუბნებით იმას, რაც არის.
ბიოლოგიური ძმა, კი, ბიოლოგიური ძმა. პროცედურა. გასაგებია. და მე მგონი აღარავის შეკითხვა ხო? ამიტომ მე ბოლო შეკითხვას მაიას დავუსვამ. მე ძალიან მოკლედ დღევანდელი საუბრის შესახებ, რა მოგეწონა ამ საუბარში და რა არ მოგეწონა. რამე პასუხს ხო არ გამოასწორებდი, იქნებ რაღაცა ნანობა. არა, მე საერთოდ ცუდიც თუ გამიკეთებია და რამე თუ შემშლი არასოდეს, აი შეიძლება ცუდით ვისება მოქვს, მაგრამ არასოდეს არაფერს არ უნდა. და რა მოგეწონა დღევანდელ გადაცემაში? რით იყო ძალიან, იმიტომ რომ საინტერესო საუბარი იყო. ეს პრინციპში ჩვენ ისედაც შეგვეძლო ამაზე გველაპარ, მე მიხარია რომ ეს საუბარი შედგა მაყურებლისთვის, რომელიც სათანადო დასკვნებს გამოიტანს და ალბათ უფრო ყურადღებით და შენ რამე სტიმული ხო არ მოგეცა რომ დაიწყო მე ისე ვიცეცნარად ჩვენთვის ვიქნები, სანამ ვინმე არ გამეხმაურება. მე ვაკეთებ, ხალხო, ნამდვილად ვაკეთებ, არ ვზარმაცობ, ნამდვილად მუშაობ. მე არ ვიცი, ხა კარდაკარ ხო არ დავივლი და ხალხო დამეხმარეთ. იმას რაც მე მინდა სერიოზული თანხა ჭირდება, იმიტომ რომ ისე რა გაკეთებულ, სულ არ გაკეთება ჯობია. მე მინდა თუ გაკეთება ხარისხიანი უნდა იყოს და ძალიან დიდი პრეტენზიით და ძალიან დიდი ამბიციით უნდა იყოს ეს. გასაგებია, მე იმედი მაქვს რომ შენი ესეთი ოცნებები ასრულდება და სათანადო გამოხმაურებასაც პოვებს მაყურებლებში. ძალიან დიდი მადლობა. დღეს პრესპრესის სტუმარი იყო მომღერალი მაია დარსმელი და იგივე მაო და დიდი მადლობა მობრძანებისთვის, დიდი მადლობა ჩემს ჟურნალისტებს, დიდი მადლობა მაყურებლებს. გემშვიდობებით მომავალ შაბათამდე. კარგად.